ჩვენ C++-ში შეგვიძლია გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი მიმთითებლები. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ იშვიათად გამოიყენება, ჩვენ მაინც გავაკეთებთ პატარა მაგალითს აი ამ დამოუკიდებელ მიმთითებლებთან დაკავშირებით. მოდი ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს პროგრამას და დავწეროთ ესეთი რამე. შევქმნათ რაიმე int ტიპის ვლადი i და შემდეგ შევქმნათ int მიმთითებელი აი ესეთნაირად. წინ დავუწეროთ ვლადს ამპერსანტი, შემდეგ დავუწეროთ ვლადის სახელი და მას მივანიჭოთ აი ეს i პირდაპირ. აი ახლა ის მივანიჭოთ ჩვენ 10 და შემდეგ დავუბეჭდოთ i-ც და j-ც. და ვნახოთ, რომ ორივე შემთხვევაში დაიბეჭდება მნიშვნელობა 10. და მართლაც როგორც ხედავთ, დაიბეჭდა ეს მნიშვნელობა. ახლა მოდი გამოვიყენოთ ჩვენ j და მივას ჩავწეროთ, მივანიჭოთ 15. და დავუბეჭდოთ იგივე სტრიქონი, დავუბეჭდოთ is და j-ს მნიშვნელობა. ოღონდ აი აქ დავუბეჭდოთ ჯერ შემდეგ ხაზზე გადატანისთვის backslash-ი. და როგორც ხედავთ, დაიბეჭდა შემდეგ უკვე 15 და 15. მიუხედავად იმისა, რომ ეს დამოუკიდებელი მიმთითებლები არსებობს C++-ში, ეს საკმაოდ იშვიათად გამოიყენება, თუნდაც იმიტომ, რომ ერთი და იგივე ვლადისთვის ორი სახელი, ორი სხვადასხვა სახელი ცოტა არ იყოს და გაუგებრობას იწვევს. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე შეზღუდვა აი ამ დამოუკიდებელ მიმთითებლებთან დაკავშირებით და ეს შეზღუდვები არიან ესეთი სახის. ესე იგი, ჩვენ არ შეგვიძლია შევქმნათ მიმთითებლის მიმთითებელი ვლადი. ასევე ჩვენ არ შეგვიძლია შევქმნათ აი ამ დამოუკიდებელ მიმთითებლების მასივი და არ შეგვიძლია შევქმნათ პოინტერი აი ამ დამოუკიდებელ მიმთითებელზე.